იდეალური შანსი ქოჩორაშვილს, ქართველი დიდი გამოწვევის წინაშეა. სპორტინგის ახალთვალმა გიორგი ქოჩორაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატის ახალ სეზონში სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სამივე ჯერზე შეცვლაზე შევიდა. მომდევნო ტურში ქოჩორას იდეალური შანსი აქვს, რომ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს და უშუალო კონკურენტის წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩაატაროს. საქმე იმაშია, რომ ნასიონალთან მატჩში სპორტინგის ნახევარმცველმა ჰიდემასა მორიტამ ტრავმა მიიღო და მოედანი 32 წუთზე დატოვა, მის ნაცვლად სწორედ ქოჩორაშვილი შემოვიდა. მორიტას გუნდთან ერთად ვარჯიში ჯერაც არ განუახლებია და დიდი ალბათობით შემდეგ თამაშს გამოტოვებს. ამ შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში ადგილს ქართველი ნახევარმცველი დაიკავებს. ეს ყველაფერი ორმაგად საინტერესო იმიტომაა, რომ მომდევნო ტურის მატჩს სპორტინგი უშუალო კონკურენტის, პორტუს წინააღმდეგ ჩაატარებს მატჩი 31 აგვისტოსაა ჩანიშნული. 3 ტურის შემდეგ სპორტინგს 3-ვე მოგება აქვს და 9 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია.